ერთი უნდა იყოს სახელმწიფო და ხალხი. სახელმწიფო სათავეში უნდა მოვიდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალა პოლიტიკური და არა პოლიტიკური ძალა, ვიმეორებ, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მიღება უნდა ხალხისგან. ჩვენთან არის აბსოლუტურად განუსაზღვრელი პირობითი მსჯავრის გამოტანის შესაძლებლობა. და მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტი პირობითი მსჯავრის პრობაციონერებზე საუბარი არის 1 ან 2 წელი, ჩვენ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არიან პრობაციონერები 5-7-8 წლის პრობაციონერები. ეს რატო ქმება ეს ხელისუფლება ამას? მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ საპროცესო შეთანხმებით გამოსწოვენ ბოლო სარჩოსაბადებელს ადამიანებს პასუხისგებაში მიცემულს და შემდეგ 5 და 8 და 9 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ ტოვებენ და შიშის ქვეშ ყოფი ადამიანი და მისი ოჯახის წევრი, რომ ნებისმიერ წუთას შეუძლია წუთს გაუცოცხლონ ის სასჯელი, რომელსაც პირობითი ქვია, ჩააყენონ საკუთარ ნების მორჩილებაში და ესე მიიღონ მათგან სარგებელი. სარგებელი მრავალნაირია. არჩევნებზე აიძულონ, რომ ხმა მისცეს იმ ოჯახებმა მათ სასარგებლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ როგორ უნდათ მათ მართონ ჩვენი ხალხი? აი შეშინებული მოქალაქე უნდათ, დაშინებული, რომელსაც 8 და 9 წელი პირობითი მსჯავრი აქვს. წარმოიდგინეთ ამ მოქალაქის ფსიქიკა, ის ხო ინგრევა. 9 წელი რომ რაღაცის გეშინია ადამიანს, რომ თქვა 5 წლიან ციხეში ნებისმიერ მომენტში ან 10 წლიან შეუძლია ჩემაბრუნო. ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაუქმდება და მართლმსაჯულება და კანონი მოვა შესაბამისობაში, ვიმეორებ, საერთაშორისო სტანდარტებთან და ემსახურება და ესე უნდა იყოს და სხვანაირად არ შეიძლება სამართლიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში და არა გაბატონებული პოლიტიკური კასტის კეთილდღეობას. ყველა მიტინგზე დავდიოდი, ყველა ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვეს, რასაც გვპირდებოდნენ, აი ვერასრულებენ. მე მივდივარ დგებით მიტინგზე, მოდიან მე გვარბევენ, რატო არ გვეუბნებით წარიწარებ. აი თქვენ რომ მოხალ სათავეში. შეგვპირდებით, რომ აი მე თქვენ არ დაგვარბევთ, აი არ მივგეწონათ მაგათაც თქვენი პარტია და აი არ დაგვარბიო და არ გვიწყათ ის დუბინკები, რაც დღეს ხდება და იმაშოვა, აი ხალხს რო აი ის იქნება თქვენთან დაპირებული და ეს მე გაგახსენებთ, აი მე ძალიან კარგი შეკითხვა. კითხვაზე პასუხის გაცემა უნდა დავიწყოთ ჩვენი კოალიციის ლიდერის ბიზინა ივანიშვილის ბიოგრაფიიდან. მოუთხოვებია ვინმე ამ ადამიანს როდესმე. ჯერჯერობით არა ბატონო. მე რა იქნება არ ვიცი, მე მაგაზი დიდი იმედი მაქვს. ხო. აი მე ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხი რომ გამოვიდეს გაცემული. არ დაგვარბიონ, თავარი ეგ არის. ხალხს არათუ არ დაგარბიონ, ხალხს უფლება აქვს ყოველთვის მოითხოვოს და შეცვალოს ხელისუფლება, რომელმაც ბატონო, პასუხი. ხალხს უფლება აქვს ყოველთვის მოითხოვოს და შეცვალოს ხელისუფლება, რომელმაც დაკარგა ხალხის მიერ მის მიმართ გამოცხადებული ნდობა. რა თქმა უნდა, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ, თუ არ გაამართლეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მოითხოვოთ ჩვენი შეცვლა. იმაზე საუბარი, რომ რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ძალას არ ვიხმართ საკუთარი ხალხის წინაშე. მე სიმართლე გითხრათ, მერიდე. რა უნდა ვთქვა ეხლა, რომ შეიძლება არ ვიცი ხა, რამდენიმე ჩემ ნაცნობსაც ვხედავ აქ და ახლობელსაც ვხედავ. და ვიმეორებ, მოდით დავიწყოთ ჩვენი ლიდერის პიროვნებიდან გამომდინარე. რაში ჭირდებოდა იმ ადამიანს აეტკივებინა აუტკივარი თავი? ხო? თუ არა საკუთარი ხალხის სიყვარული, თუ არა საკუთარი ქვეყნის სიყვარული. რატო გადადგავდა ამ ნაბიჯს? რატო დააყენებდა დარტყმის ქვეშ, ვიმეორებ, თუნდაც მის ესეთ სოლიდურად შეძენილ და კეთილსინდისიერად დაგროვილ ქონებას. და ბევრს იკეთეს და მერწმუნეთ საკუთარ სიცოცხლეს, რისკის ქვეშ აქვს ადამიანს დაყენებული. იმიტომ რომ მოატყუოს ეს საკუთარი ხალხი, როგორმე ცოტა ხნით ხელისუფლების სათავეში მოვიდეს და შემდეგ ამ ხალხს დაერიოს ხელკეთებით. ეს ხო გამორიცხულია. ამიტომ ჩემი აზრით, უბრალოდ მისი პიროვნება და ის ადამიანი თავის ირგვლივ არ შემოიკრებს იმ მთავრობას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამას უბრალოდ გაიაზრებენ. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, ბატონო, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ აქ. და თუ ესეთი ფაქტი ერთი მაინც მოხდება, ჩემი სახელი და გვარი უკვე მოგახსენებთ, აღარ გავიმეორებ,
თითოეულ თქვენთაგან შეიძლება მოვიდეს და პირადად მე მომხოს პასუხი, რატო ჩაიდინა ვიღაცა წუთის აქცია. მანამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში. აი მის თანაპატიოსანი ხალხი მოვიდეს, როგორც ივანიშვილია და როგორც დანარჩენებია. ჩვენი პირობები გაუმჯობესდება 100%-ით. მე ვარ დარწმუნებული. იმედი გვაქვს ძალიან დიდი, და ძალიან დიდი სურვილი რომ ბიძინამ გაიმარჯვოს. ძალიან. აი საკუთარ ამბიციებს აყოლნა ხელისუფლება.